მოგესალმებით მეგობრებო. აბონი კვლავ ეთერშია. აბონი კვლავ აგრძელებს თქვენთვის საინტერესო გონების გასახსნელ და ჰიპნოზის მოსახსნელ ინფორმაციებს. წინაკვირა იყო დახუნძლული, ჩავატარეთ აღლუმი, ჩავატარეთ გადავიღეთ ვიდეოკლიპი. ელჩი დენიგანი გამოვიდა, მიცა ინტერვიუ, ყველაფერი გაცხადდა. ვაშინგტონში ძალიან მაგრად მიიღეს ჩვენი ვიდეო მიმართვა. მოკლედ დამერწყულად ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. მაგრამ კარგად არ მიდის საქმეები ხოცებისთვის, რომლებიც უკვე ერთმანეთს ხოცავენ და ჯერ სადახარ მეგობრებო. ჯერ სადახართ მეგობრებო. და სანამ ოპოზიციები ბჭობენ ციხიდან თუ გარედან, ვინ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ვინ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. სანამ ოპოზიცია ცდილობს, რომ მოისყიდოს მიხეილ სააკაშვილი, რომ მხარი დაუჭიროს რომელიმე პარტიას. ახლა მე არ ვაპირებ პარტიების ჩამოთვლას, იმიტომ რომ მაგათი პარტაქტივის ნერვი არ მაქვს, რომ მე დამესიონ და ჩემი სიხშირე, my frequency დამირღვიონ, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად სხვა რადიო ტალღაზე მიმუშავებს ტვინი. მე სიას არ დავდებ მოსყიდული ოპოზიციონერებისად. ყველაფერი ძალიან კარგად იცის. უბრალოდ პატარა ჰინტს მოგცემთ. აი ეს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ მეგობარი აქტის მიღების საკითხზე და ზდუმან არც ერთ აქციაში არ მიიღეს მონაწილეობა, ერთმა მიიღო მარტო ნიკამელიამ. ყველა ვინც ზდუმს მეგობარ აქტთან დაკავშირებით და ჩვენი აქცენტები გადააქვს სხვა საკითხებზე, ეს სპეცსამსახურეობრივი ამბავი, იმიტომ ყურადღება აქედან აგადავიტანოთ, აქედან იქ გადავიტანოთ, იქიდან აგავიტანოთ და ამასობაში დამოვისდა, რომ ამაზე უნდა მეფიქრა. აი, ამისთვის მე ვარ აქ, რომ თქვენი ფოკუსი გავასწორო, რომ თქვენი სიხშირეები გავასწორო და რომ სწორად იფიქროთ მეგობრებო. ყველა ის ოპოზიციური პარტია არის მოსყიდული, ვინც ხმას არ იღებს მეგობარ აქტთან დაკავშირებით. წერტილი. საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, მეგობრებო. მნიშვნელოვანია, რომ მეგობარ აქტს მალე მოეწეროს ხელი და შოუ მერე დაიწყება. ნომერი 2. ეს მთავრობა სულელი არ არის. ეს მთავრობა ხედავს, რომ მე მაქვს ამერიკის მხარდაჭერა. და ამერიკის მხარდაჭერა მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც მე ნოემბრის თვიდან ავკაკანდი მეგობარ აქტზე. ნომერი 3. ამბობენ, რომ მე ვარ რაღაცა არასაციური ძალებით დაჯილდოვებული ქალი, ეზოთერიკოსი, აგერ უკვე 30 წლიანი პრაქტიკით, მეტიც 6 წლიდან ეზოთერიკაში ვარ, 9 წლიდან სერიოზულად, რომ ბატონ ბიზნეს გონია, რომ ასეთ ენერგიასთან დაჯახება კარგს არაფერს არ მოიტანს. და კიდევ ერთი მიზეზი, გიჟი თავისუფალია და გამოუშვას 4 და იყოს. რაც შეეხება ჩემს უსაყვარლეს პრეზიდენტ ტრამპს, ის უკვე ნობელის პრემიაზე არის წარდგენილი. ის აგრძელებს უკრაინისთვის დახმარებას, იარაღის მიცემას. ის აგრძელებს მოუჭიროს ქვეყნებს, ვინც არ ექვემდებარება ამერიკის წესებს და დაუწესოს კიდევ მეტი ტარიფები და ის აპირებს, რომ აუცილებლად დაეხმაროს საქართველოს. სულ მალე მეგობრებო, სულ მალე. ფერს უკვის კაცო, ამიას რატო არ იჭერენ, ან რატო არ აჯარიმებენ? ამისთვის არსებობს 5 თუ 4 მიზეზი და მე ხავაპირებ, რომ ესენი დავასახელო მეგობრებო. ნომერ 1. ია ფარულავა ლეგენდა. ლეგენდებს ხელს ვერ ახლებენ. შენ გელი დაშინა
ზამთარში შენგენი სუსტიან ზამთარში რადამ გლავორი მოგდის